ესე იგი, გიორგი, თორნიკე, ზალიკო და ზურიკო. როგორ ახარ? როგორ ახარ? მამაფილია ელენე და ბედნიერია, რომ მეცადინო არ დამჭიროები, იმიტომ იმიტომ შავი ბენდენა უკეთია გიორგის და ჩვენზე ვისურვე და ის მიზდებული მოვიდა. პირველ რიგში როგორ ხართ? გადასარევი. ერთმანეთს არჩევთ. არა, იცი რატო ესე კითხვა იხუმრა, მაგრამ ხო კონდათ რაღაც ისტორია. ისტორია ძალიან გიყობოთ, ხო, ეხლა მეორჯერ მოყვები, რომ ანუ ერთხელ შემეშალა, რომ ჩემი სახელი დაუძახე ჩემი ძმას რა ეს. რამდენი ყურები ასე ალაგიკური არისო ჩემი კითხვა. და თქვენ შემთხვევაში ყოფილი. სუპრაზე ერთად არ ხსოვენ, რომ რა დავლია ესე უცებურად მეჩვენებაო და ამიტომ ჯობია გაცალკევებენ. არა, ახლა როდესაც ერთ წვერით გაქვთ ორივეს თმა. მithumetes ხო, ეხლა ძალიან. რა შეიძლება აი გამოგონება ტყუპი და საათაშორის მიფიქრია. ორი კი არა, სამი რო იყოს უფრო მაგარი. ხო, ნახე გადაცემის წინა ნაწილში სამი არა ჩვეულებრივი. ხო, და ეხლა ვიცი რომ ჯერ ერთი რატო უნდა თქვა მართლა არა ჩვეულებრივია, როცა ესეთი ახლობელი ადამიანი ყავს, მაგრამ რაღაც მომენტები ცხო არის რა, რომ იმდენად გავს, რომ არ გინდა რომ ესე ძალიან გავდეს შეიძლება. არ ვიცი, ნუ ფაქტია რომ ჩვენ ტყუპებზე საუბარი დავიწყეთ იმით დაბადების მომენტიდან როგორი ჩახუტებულები არიან ერთმანეთზე. ჯერ ყავდნენ პატარა ტყუპები და შემდეგ უკვე დიდ ტყუპებზე გადავედით და მართლა იმ მთელი ცხოვრების განმავლობაში არის აი ეს მომენტი, რომ სულ ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო, ნუ ყველა დაძმას როგორიც აქვს, ამას არ გულისხმობ. ყველაზე მეტად გძნობთ ერთმანეთს. არ ვიცი, ესენი ციტყვიან თავისას, მაგრამ ბავშვობიდანვე დავიბადეთ კი არა, სანამ დავიბადებოდით ერთად ვიყავით და იმის მერეც სულ ერთი ამის ხმა რო არ გავიგონო, ყოველ დღე შეიძლება გავგიშდე. ერთ ბაღში ერთ სკოლაში დადიოდით, ანუ ერთნაირად გეცვათ. ტყუპების დაშვება ის კი არა, ჯარშიც დაშვება არ შეიძლება. ხო, არ შეიძლება, მართალია. იმიტომ შეიძლება არ შეიძლება, ხო? ხო, ერთად წაგვიყვანეს მე რუსის ჯარში. ჩვენ დიდები ვართ. ხო და საერთოდ როგორც წესი ეხლაც კი ხო არსებობს ჯარი. არ შეიძლება ტყუპის დაშვება. აი ეს მომენტი არის ჩვენ საუბრობთ და ელენე მოყვა საოცარი ისტორია თავისი ტყუპი და იდაშვილების. აი მაგალითად ზურიკო თავს გზნობს შეუძლოთ. აი ეს გადმოდის შენზე, შენ შეიძლება ცუდად იყო მოწყენილი იყო, იმიტომ რომ გადაცემის წინა ნაწილშიც საუბრობდნენ, როცა ერთი ავად არის, მეორე ტყუპი დაც არის მოწყენილი მოწყენილი არ ვიცი, მაგრამ სკოლაში რო ავად რო გახდებოდა და ვიცოდი რომ აცდენს სკოლაში არ მიდის, მე მიხარო და სკოლაში წასვლა, იმიტომ რომ მეორეს თუ მესამე დღეს ზუსტად იგივე სიცხე თუ იგივე სინდრომი მექნებოდა მე. ეხლა პირველი ზურიკო გაჩნდა? თუ არა? ესეთ პირველი მე გავჩნდი, მაგრამ ალბათ ეს უნდა იყოს უფროსი, იმიტომ რომ ძალიან თავაზიანია და შეიძლება იქ ხოლმე თქვენ შემდეგ თქვა. მე ვარ 7 წუთი დროს. მე მახსოვს ერთხელ ჩვენ გვისაუბრია სწორედ ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში და იმაზე რომ როდესაც ტყუპები ძალიან გვანან ერთმანეთს ეს არის არაჩვეულებრივი შანსი სკოლისთვის. რომ თქვა შენ სწავლობ ორსაგანს, სხვას, მე შენ სწავლობ სხვა ორსაგანს და ერთი და იგივე და ყოფილა ასეთი შემთხვევა. ჩვენ სკოლაში ორივე სწავლობთ ერთნაირად, კარგად, მაგრამ მე უნივერსიტეტში ერთი საგანი იყო. ბიჭრებოდი ან ჩაჭრის პირას ვიყავით შემოწმება დამარჩინეს გმირულად ბუღალტერია მოკლედ ჩვენ მოციქულები ხო ვართ და ბუღალტერესთან ძალიან შორს ვიყავი და შემახედრა დავწერე იმ გამოსაზე აი შინურიქია მაგრამ გადავარჩინე ჩემი საყოველთაო და არ დაგივიწყე შევედი ლექტორი მოვატყუა იბითონ ძალიან ჩემი ძვისთან ერთად ვიქცეოდი თუ რაღაც და საბოლოო ჯამში ისე ამოვიდა რომ ვერ მიხვდა ჩემი ძმას ხო აი გამოგიჭირე აი როგორ დასტოინად ხო ეს უფრო ანუ რაღაცნაირად გიომოუდ ჩავთი რა ანუ ამის არ ვიცი ხო და რა ყველაზე დიდი რა გამოიხატება გითხარ ყველაზე დიდი დასწორება რა ხო თქვენ თვითონ მეორე უფრო საყვარელი კარგი სულ ესე იძახის პოდკასტში სასწიო არ ვარ არ ვიცი როცა ჭირდება რომ გიო იყო რასაკეთებ როცა გიო იყო თუ მშია პირდაპირ აი მაგალითად თუ არ გვაქვს ნაჭამი არაფერი ჩემზე ძალიან სუსტ ხასიათზე აი ძალიან სუსტ ხასიათზე ხო თუ არ არის ნაჭამი შენ არა ზეზოთ არა უბრალოდ შენ მაინც კაი ხასიათზე მე ვარ სულ კაი ხასიათზე მოდი ხასიათი ვიხატებ ჩამიგდ მადი ხასიათის განსხვავებაზე რა ხავს განსხვავება ეს ცოტა დინჯია, მე ცოტა გიჟი ვარ, მაგრამ აი ეს მიშლის ხანდახან ნერვებს. აი ხო არ სიმშაპირიკითაც ალბათ. როცა პრეზიდენტებს როყავთ თავში ორეულები და იმას ვეუბნები რომ ხანდახან შემცვალე ჩემთან რაღაცა და გადაგიხდით დღეში 100 ლარს მოგცემთ. და როცა ჭირდება იყენებს კარგად, როგორ?
დაჭდა ტაქსში. უი ზალიკო თქვენი გადახდილი მაერლუ. ზალიკო არა. მაშინ გაერთ. სულ თავარი განმასხვავებელი ხასიათი რა არის? აი აღნიშნა რომ თქვენ უფრო ესეთი დინჯი. ხასიათები, აი მაგალითად ინტერესები. როდესაც რაღაცა სუფრა და გვიწევს ან ერთს ან მეორეს თამადობა, ხო? ზალიკოს ურჩევნია რომ გვერდზე გადგეს და მე ვითამადო, იმიტომ რომ ზალიკოს არ უყვარს სხვანაირად უყვარს რა. აი რა, მაგრამ კამერას რო დაინახავს ზალიკო, ხო? მე შეუძლია კამერას. ხო, კომპლექსებთან შედარებით ვიზას. რა? ზალიკოსთან შედარებით რომ კომპლექსები ხო რაღაცა მიმიკებით და საუბარით ერთნაირი. მის ტემბრი არის absolutely უფროსი ძმა ჩვენერი ხმა ხმა საერთოდ არ გვგავს ბაკური საერთოდ არ გვგავს მაგრამ ხმით რომ შევდივართ გამომცემლობაში და აი გონია თუ ბაკური მოვიდა და ეგრევე დაფაცულდებიან. აუ შეიძლება სისულელეს კითხულობ, მაგრამ თქვენ უფრო ძმას თქვენზე არ უეჭვიანია, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან? არა. უეჭვიანი არა ეს. ელენე მარტო მე და შენ გვიჩნდება ესე რომ თქვენ შემთხვევაში აა ჩვენ მარტო ერთმანეთზე? ხა. ერთმანეთზე არ მეგობრებს, იმიტომ ჩვენ არ გყავს და არც არა, მე აი ერთმანეთზე თუ ქონიათ ის ეჭვერების მომენტი, ან რაღაც აი დედა უფრო მეგობრო ხავს თქვა ერთმანეთთან. ნამდვილად არა, იმიტომ რომ დღის ბოლოს ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთი სამეგობრო წე ყავს, ერთ მეხზე არ ვიჯექთ, მაგრამ ერთი კლასში ვიყავით, ერთ ჯგუფში ვართ, ამიტომ იმდენად ახლოს ვართ, რომ ეჭვიანობის ის აღარ გვაქვს. აი იმ ძალიან ახლოს ვართ, ამიტომ იცი რა მაინტერესებს, ბაღში ერთად დადიოდით, სკოლაში ერთად დადიოდით და პროფესიას რაც შეეხება ერთი პროფესია არჩიეთ? კი, კი. ეს დაემთხვა ინტერესები თუ რა მოხდა გამახსენე ამბობ. ორივეს მართლა ერთის მე რო გაინტერესებდა? კი, მახსოვრობა გიორგის უკეთესია გაირკვა. ხო, 2 საათი ვფიქრობდი რომ ეხლა ვიხსენე. არ ბავშვობიდან წარმოვიდი ერთი გარემო გვაქვს და ერთ რაღაცები ან გადაცემლები ვართ ჯექსონის კლიპები ასე შემდეგ. ანუ დელეგირება იყო ძალიან დიდ დონეზე, იმიტომ რომ ორივე ერთნაირად უყურებდი მთელ სამყაროს სამედგი. ამიტომ ერთნაირი რაღაცები მოგვეწონა და არა, იმიტომ რომ სულ ერთად ყოფნა გინდოდათ. ერთი განსხვავება რაც არის რომ დელეგირება არ ვიცოდი ამან ის მე ყველაფერი იდენტურია. სიყვარული და დელეგირება. ორი სხვა. ანუ ეხა კიდე ანუ გაინტერესებს ერთნაირი გოგოები მოწონა. ერთნაირი გოგოები არ მაინტერესებს, კაი თვითონ ჩამოყალიბდებიან ეთქვენ არა. ვაი და გოგოს რომ მოეწონება ერთი და ნუ ავტომატურად გამოდის რომ მეორეც მოწონს, ხო? კი, მაგაზე ვიფიქრე. ანუ მე დელეგირება უნდა ჩართო შენ, რომ გაირკვეს რომ შენ მოწონს და არა სიტყვა წამოდგა. ჩვენ შემთხვევაში ჩავამატებ იმას რომ ერთი ის კი ავარჩიეთ რომ ორივენი ვართ ხატორები თავიდანვე თქვით რომ ხატორები ვართ მაგრამ ხატორობაშიც მე სხვა გზავიში აი ეს სურიალისტური მხატვრობა უფრო მოწონს ზურიკოს მე უფრო ილუსტრირებული და იუმორისტული და კარიკატურები სულ სხვაგან წავით ამას საერთოდ არ უყვარს კარიკატურების ხატვა საერთოდ აი ხატია გიცდია და ამის მაგ აბა შეაფარსე მაშინ საერთოდ როგორ გამოდის გამოდის არა გამოდის ერთია და დრო მჭირდება უფრო მეტი ვიდრე ზალიკო ხუთში გააკეთეს მე შეიძლება 1 საათი მოვანდო იმის მოძებნას აი მაგრამ აი სურიალიზმი რასაც ეს აკეთებს მე ცოტა ქვევით ვარ კონფლიქტი რაზე ხდება რა თემაზე შეიძლება მოხდეს და რამდენად კონფლიქტი ცხოვრებაში არ მახსოვს რომ ქვეჭდება მართლა აი ეჭვობს და აყარო კი არა აი სიტყვითაც კი არა მთელი ბავშვი მოვჭიდაო არა ჩვენ რა უცოცხლე მაგრამ ჩვენ ერთმანეთში არც ბიკამათია ანუ მამაღალი ყონიც არ ყოფილ რა მაგარი ეგეთი რაღაც არ არსებობს თქვენთან რატო შენ აკო ბავშვობა მახსოვს ჩემს ზუსტად ჭიდაობაში გავატარე აი მთელი ცხოვრება და ანუ ბოლოს კიმონოჩი სახში ერთთან და რაღაც ვაკეთებ აი კარატე ჩვენ პროფესია იყო რა ყოველდღე და მამაჩი მე დავიწყე და შემიძლია სემთ ერთ ხო და ეს ჭიდაობა რო გავიზარდეთ უკვე რაციონალურად ვაგვარებთ რაღაც რა მოეწონება არა შეიძლება გამოვიდეთ ეს ჰარმონიული ტყუპობა არ გვაქვს მე ვარ შედარებით პირდაპირი არ მოვიწყო გამაკონტროლე მიყვარს დიპლომატიური არა თქო და შემიძლია არა პირდაპირია. ამიტომ ანუ ხშირად თქვენ დამეთახები ტელევიზიაში ან სადმე ცოტა გვერდა მოვა არის ხომ საჭირო. ზოგჯერ არა, ზოგჯერ. ამიტომ აი ეს ზღვარი სად არის საჭირო კი და სად არის არა? აი მაგაც გვაქვს ხომ ეს უკამათო. ეს არის სიმბოლური რა თქმა უნდა არ გასწია.
ხო, კაი, ანუ სულ გვაქვს სხვა აზრი რა, ანუ როგორ შეიძლება და ამის მიწოდება, თქვა მაყურებელთან, ან მეგობართან ამის თქმა და მე რო ჩემას უზიებ, ჩემი ძმა თავისას, მე უკვე ვწყვეტ რომელი იყო მართალი და თუ არასწორია, ყოველს ვაღიარებ რა ხელგულზე, შეიძლება იტყუება. აი და თქმის ბოლო მომჩი და რატო ხახმა დამიჯერა და შენ კიდე ეგრევე იტყუება. იცი რა არის? რომელი აი გოგოს თუ მოეწონა, რომელიმე მე ძმაც უნდა წამოიყვანოს, იმიტომ რომ სიმართლეს ამ შემთხვევაში გაიგე. მეორე არ მისწრებს რომ მოიწონოს. ცეკვა თქვენი გატაცება პროფესია მოდი ასე დავარქვათ ხო და საოცარი სინქრონი მადლობა ძალიან ეს საიდან როგორ მოდის აი ეს რაღაცა გამოცდილება ბევრი ვარჯიში თუ ისევ აი შინაგანი კავშირი რაც ყოფებს აუ კი მაგრამ ერთ რაღაცას ვეტყვე რა აქ რა იმიტომ რომ ეს მოვამზადე ეს აუცილებლად უნდა დამიფიქსირებინა კი საოცარი სინქრონი არის ნამდვილად მაგრამ თორნიკე შენ უფრო მაგარი ხარ მოძრაობებია გიორგის მოძრაობებია მე ვანსხობ მე ცეკვითაც განსხვავებთ ვიცი ანუ შეიძლება ეს ახლოს არ დაგაკვირდეთ სახეზე მაგრამ აი ხვდები ვინ რომელია ხო იმიტომ რომ ცეკვის მოძრაობაც განსხვავდება ხა ვიღაცა შეიძლება კაია კარგი რომ დაამატე აი ზუსტად ჩვენ მეგობრებმა რაც თქვეს რომ ანუ ერთი მიმდინარეობა უბრალოდ მე ან ჩვენ მუსიკალები რით განსხვავდებით ხო ჩვენი არჩევანი გვაქვს ხო რაში განვითარდებით რაში მიმდინარეობაც მუსიკალურ ჟანრობრივათაც აბსოლუტურად ხო ეგეც შეიძლება მაგრამ უფრო მე რას ვირჩევ რა აქცენტებს ვირჩევ მუსიკაში ცეკვის დროს რა თქმა უნდა სხვა არის ანუ ტყუპები გავართ მაგრამ ჩემი არჩევანი სხვა არის ჩემი ზუსტ არჩევანი სხვა არის და იმაზე რატო გვაქვს ესეთი კარგი სინქრონი თუ არის მადლობა ესე ჩვენი აღრაგობა პირველ რიგში არის ძალიან ერთნაირი ხო ანუ ჩვენი გენეტიკა და ვარჯიშობთ ერთი სისტემით ტრენაჟერებზეც და ცეკვის დროს ხშირად ერთი მიმდინარეობით ვიხარებთ ამიტომ მაგით ვარი ჩვენი სინქრონი კარგი თუ არის კარგი დავამატეთ ყოფილა შემთხვევა რომ დიდი ხნით მოგეწიათ დაშორება ერთმანეთთან თუ ასეთი რომ ერთი კვირა მაქსიმუმ და როგორი იყო ის ერთი კვირა და ტიროდით ჩვენ არა მართლა როგორი იყო მარტივი ხრთული არ იყო მაგრამ არც არა შენ შემიძლია არა უარყოფილი ყავით ბევრ ტაძარში უკვე ის მომენტია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთისკენ მიგვიწევს ხო რა თქმა უნდა ყოფილა ჩვენ შემთხვევაში უფრო მეტი ხო რაღაც ბალტიისპირეთში ხო და აი ეს ამ დროს არ არის განსაკუთრებულად ვტკინეული როცა არ არის საქართველოში და ცოტა უფრო რა გინდა რომ ხარ ხო ანუ უფრო თქვენ რომ წარმოიდგინოთ ძალიან ადვილად წარმოიდგინოთ თქვენ ყველაზე ახლო მეგობარი რომელიც იქნება აი დაახლოებით მასავით ან დაქალი დასავით და ის რომ მოგაშოროთ ერთ ფარკასა მოგაშოროთ 1-3 თვით ხო? ხო ძალიან გაგიჭირდება თორე რაღაც რომ მოსაყოლი გაქვს პირველი მაგას ვყვებით ხო? ხო ეგრე არის თქვენ შემთხვევაშიც აი რაღაცა ნებისმიერ რამეზე აი საუბარი როცა გინდება თუ შეიძლება ახლო მეგობარს ძმაკაც მიმართო თუ ჯერ ერთმანეთს მედიაში ანუ ერთმანეთს და იგივე შეგიძლია მექნება თქვენთანაც პირველს ჩვენ ვიტყვით და უცბად ესე იგი ძალიან იმდენად ახლოს ვართ რომ უკვე აღარ უყვებით ერთმანეთს. ანუ იმდენად გძნობთ ერთმანეთს, რომ აი ის გოგო ნახე და კი და უკვე ის ჩემს სახეზე რა მოხდა, მივხვდრა ასე. აი ესე რომ ყველაფერს და გიო მოდი დავსწრე და ყველაფერი ვიჭორავთ თურმე. აი მაგივრად რომ ნახოს ვინმე არ ყოფილა იქ. აი აზრი რო გაინტერესებს, ხო იცი რომ უნდა გააცნო და რაღა გაგაცნო, ბარემ ნახე. ბარემ შენ ნახე. მე ვიყოლე კარგი იდეებია. ხო სადაც რეებს ვიზავდი ტყუპირო. აუ ეს ნახე. რატო? აი თქვი ხა პირდაპირ ეთერში. მოდი შენდე ძადი იქითკენ. აი რა სისამდე მაგრამ ჩვენ იქნება გავაკეთოთ. აი მანზე მაგალითად გავშვებდა თავის კი და მკითხავდი მე არა ხო აი მანზე არ არის არ უნდა კითხვა აზრი რაც კი ფანტასტიკური ფოტოკოლაჟი გადის ახლა ნამდვილად ასეა ხო აი თქვენ შემთხვევაშიც იგივე შეკითხვა მაქვს რომ აი ამ ბების გაცვლის შემთხვევაში მეგობარი უფრო იმდენად ზუსტად ვიცი რასაკეთებს რომ გრძნობ რა ვინ არის აი ყველა აი ერთი ადამიანი როცა გააცალკევ და ორი ახდეს დაახლოებით ეგეთი განწყობაა რა აი ყველანაირად გრძნობ და აი ეს სინქრონულად როცა ყვევენ როგორ კარგად მესმის ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდით ვერ იტანდნენ მოწინააღმდეგე გუნდში თუ თამაშობდა ვიღაცა იმიტომ რომ მე გრძნობდი
ზურიკოსაც წავიდოდა და დადგებოდა და ბუცზე. საინტერესო ისა რომ საერთოდ მხატვარი როცა ხატავს, ხო? ძნელია მხატვრისთვის რომ სხვამ შეუშალოს ხელი რაღაცა გაუსწოროს. ჩვენ შემთხვევაში ერთი ნახატიც კი დაგვიხატავს. მართლა გეუბნება რომ ერთი. ხო, მე ვიცი ამან რა უნდა გააკეთოს და როგორ არ უნდა გააფუჭოს ეს. ვაუ. ყოფილა შემთხვევა რომ მშობლებს არ ევიხართ. კი. გავაჭერს დღემდე მე ზურიკო მარტო. დედა და დაგვარჩევენ. ეხა კი რა ვიცი ხო და მაგრამ ერთხელ მივიდა ეს შვაკი ზურიკო დედამ გაასინჯა რაღაც ნამფროს აცხობდა მეორე დღეს მივიდა და მეორე ცოტა ხნის შემდეგ ზურიკოს რო გაასინჯე კიდე აი ეგეთი მოყვა და გაჭრა ხო აბა და მე მიხდა უხშემ თქვენ შემთხვევაში იყო ასეთი არა ამ დეჩემს თავზავდებ რომ არ შეშლია მაგრამ მამაჩებსაც სულ შევს არა ანუ ავისი ამახსენ ამ საინტერესო ისტორიის მე ჩვენს არა მაგრამ ალბათ ქუჩაში და ნაცნობებს მეგობრებს ახლა ვინც კარგად გიცნობთ ალბათ არ შეეშლებით მაგრამ აი ნაცნობებს ალბათ ძალიან ბევრს ეშლებით აი ბიჭებს ეუბნებოდი ეხლა რომ მე და ჩემ ძმას თუ გვიცნობ 2 წელია და ისევ ტყუპს გვეძახი ანუ რაღაც სულად არის საქმე იმიტომ რომ როცა ადამიანი გაინტერესებს და გინდა მეგობრობა ხო კი გავიგეთ რომ ერთერები არიან ტყუპები არიან მაგრამ მაინც ხო რა თქმა უნდა ნუ გაგვარჩევს 2 წელი გვიცნობს და აი 2 წელი ვინც გვიცნობს და ვერ გვარჩევს ხო მე მაგა ერთი იდეა მინდა ერთი იდეა შემოგთავაზოთ რომ გაუმარტივოთ მაშინ საქმე რომელიმე გიორგი ანთორგ ან წვერი აი ხა წვერს გავიპარსო აი ხა გადავწყვიტე და ზალიკო ზურამაც რომელიმე მიმას მაგრამ ნუ მე მგონი გადაცემის სანამ დაიწყებოდა რეკლამაზე ვსაუბრობდით რომ ზალიკო უნდა აატაროს იმიტომ რომ რაღაც სუ ესე გაჩნდა და ყველა გადაუწყვეტეთ და გადაუწყვეტეთ და ესე გამოვიდა ხო არა ხშირად იმაში განსხვავდებოდით ხო ნერვიულობენ თვითონ რომ ვერ არჩევენ და რა პრობლემაა რა პრობლემა ამაშიც ვერ ხედავ რომ ვერ ვარჩევდი მე რა ვერ ვარჩევ ვენაც ვარ მე კი მომწონს როგორც ხართ ბოლოს მაინც ვენაც ვარ ტყუპს აი გამოგონება ტყუპები აი გამოგონება აი ეს ფრაზა არის ყველაზე კარგი და საინტერესო მე მგონი მაკუ ამბობდა მაგრამ თუ უკვე შეიცვალე ასე რომ ტყუპის წელი კიდე დაძმა არ მინდა არც მაკუ არის დედის ერთად ებიერა მე შენ ტყუპის ხო მაგრამ წერი უნდა მოუშვა დავიწყებ დღეიდან ხო არა მაგრამ ყოფილა ზუსტად ვიცი წინასწარ პასუხი რომ მეტყვით არ ყოფილა მაგრამ მაინც ყოფილა ერთი წამი როცა ძალიან გაბრაზებული ყოფილხართ თქვენ ტყუპის ცალზე ან რაღაც ეგეთი და ერთი გინდოდათ რომ ყოფილიყავით მარტო ეგეთი და არა რაღაც ერთხელ ვიყავი გაუბრაზე სკოლის ასაკში ვიკლების ფოტოებს რო აგროვებდით რაღაცა და ერთი კაი ფოტო გვაჩვენეს თუ რაღაცა და ვიღაცას გაუცვალა კენი როჯერსის დისკში. გავგიჟე კენი როჯერსი ზალიკო იმას ხო ყვებოდი რომ დღემდე ეშლებით ხო? ნაცნობებს ხშირად. მე კი მეშლები. უკვე აღარ უხსნით ხოლმე რომ იცით მე ზურა არ ვარ მე ზალიკო ვარ ან ზურა შენ. შეიძლება გოგოს არა უხსნა ვის რა შეიძლება. მაგაზე მე არა ვის საჩერებს ხოლმე არ ვარ ზალიკო და გოგოს რა იმე ზალიკო მივაჩა ეხლა. შენ მოუთხე რატო და ინსტინქტია რა ვიცი. გოგოს შეეშალა როგორ უნდა გაუწბილო გული. გაჩია ვინ არის წარმოიდგინე ეხლა თქვენ ალბათ არა ღმერთ ფაქრას ვარ ყავდეთ მაგრამ მე ვალე რომ მოდის ეხლა და მომეცი. ან პირიქით თუ გიბრუნებს მომეცი და მიბრუნე. ელენე რა თქვა ბავშვებთან გაქვთ შეხება მაინც ასწავლეთ და ასე რომ საინტერესო ბავშვები რო მე მგონია რომ ბავშვები გარჩევენ. ერთად არ ვასწავლეთ აქედან გამომდინარე რა ვიცი ხო თუ ყოფილა რომ ჩემი მოსწავლე ამასთან ცენტრში მისულა და ბართლა ეს ზალიკო რა იყო ხო ან ის მომენტიც არის რომ ახლა ზალიკო უფრო ჩანს და უყვართ და ეს გონიათ ხოლმე ზალიკო და ხო არ ეტყვის არა ვარ ზალიკო ბავშვი ხო არ ეტყვის ზალიკო სურათი გადავიღოთ შეიძლება იღებს შემოვიდა გაკვეთილი ჩავატარე იქ რა ქვია ყაზბეგში ყაზბეგში და ზალიკო ვარ თუ შეიძლება მთხოვეს და მე რეკითხვეს მასავე რაღაც მარცხენა ხელით არ ხატავდა ეს არ იქნებოდა ზალიკო ერთი წუთი ერთი პემბა ჩვენ ამით ვასხოვდნენ სკოლაში
ეს როგორ მნიშვნელოვანი დეტალია. აბა გამოდება, აბა დაწერე, თუ წერს 10-ი, ესე იგი ზალი. ამ შემთხვევაში ვერ მოაწყუებთ მასწავლებლებს. არა, ეხლა ისტორიას რა თუნდა დაფარო. ხო, დაფაროც არ გჭირდება, კი ბატონო. იმას შევედი ხოლმე დავუშვათ ისტორიას მე ვისწავლდი. ერთი გვიძახებდა რომ ორივე ერთად ტყუებენ მაგ აი ხო. ადგილზე ვიცლებთ. იქ ისე ეშმაკურდობ. მე მინდა ვისარგებლო იმ მომენტით რომ თქვენ ჩვენთან ხართ სტუდიაში და სულ რაღაც ერთი წუთი დაგვრჩა და თქვენი სამომავლო გეგმები მაინტერესებს. სამომავლო გეგმები მესამე ტყუპისცალი გვინდა. აი მაკოს გადმოვშნე. შეეხა ჩვენ ტყუპისცალი. ერთი რაღაც ვიცი რომ არ ვჩერდებით ჩვენ შემოქმედებით საქმიანობაში. ხამშრობა და წინსვლაში და სამომავლო გეგმები გადავწყვიტეთ რომ ბოლომდე ტყუპებად დავრჩით. გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ რაც შევეხება, გავიზიარებთ იმ ან მოსაზრებას, რომ არ ვწყვეტ გასდას. ხო, ანუ რაც დაუგეგმეთ ბავშვობაში, ხო? ანუ ის გეგმა ისე არ მიდის, მაგრამ უკეთესად მიდის. მაგრამ ანუ იმას გულისხმობ, რომ დაგეგმილი არ გვყავს, არც მეოცნებები არ ვართ, უბრალოდ ყოველ დღე ვცდილობთ, რომ ვიყოთ უკეთესები ვიდრე წიათის, ამიტომ ეს თავარი არასდროს არ გაჩერდეთ. არ დაიბოც ცეკვას თავი თქვენ არ ხატურობას და ასე რომ აი ძალიან რაღაცა პოზიტიურად დატვირთული ვარ ეხა ორი ბლოკაზე სად არ ყავს ტყუპის ძალები ეხა აი საუწიო ერთმანეთს ტყუპის ძალები მოდი ახლა შევისვენოთ ცოტა ხანს და დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ და ყველა ბაი ბაი